და ბოლოს კულტურა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზის ფოიეში თენგიზ ამირეჯიბის სახელობის პირველ საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალთან დაკავშირებული პრესკონფერენცია გაიმართა. ფესტივალის მხარდამჭერია კულტურის სამინისტრო წინა საფესტივალო პრესკონფერენციას გიზი ამირეჯიბის მოსწავლეები უძღვებოდნენ. ქართველი პიანისტისა და პროფესორის თენგიზ ამირეჯიბის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის საზეიმო გახსნა 15 მაისს გაიმართება. პირველ ფესტივალს სიმბოლურად მაესტროს მოწაფეები გახსნიან მსოფლიოში აღიარებული პიანისტები და საერთაშორისო კონკურსის ლაურეატები. ჩემი ძალიან დიდი ხნის სურვილი იყო და ოცნება რომ ყოფილიყო ესეთი რამ აი ფესტივალის სახით, რასაც ერქმეოდა თენგიზ ამირეჯიბის სახელი, რადგანაც პირველი ფესტივალია, მასში ესე გადაწყვიტეთ რომ მონაწილეობას მიიღებენ ბატონი გიზის სტუდენტები. კულტურის სამინისტროში შემოიტანეს თუ არა პროექტი და წინადადებით შემოვიდნენ თუ არა დაიარსებინა ბატონი გიზის სახელობის ფესტივალი. მაშინ მე გადავწყვიტე რომ ეს აუცილებელი იყო ბატონი გიზი ამგვარად დიდი მოვლენაა ქართულ კულტურაში. აუცილებელიც იყო მოხდარიყო და არსებულიყო ეს ფესტივალი. ვიყავი 14 წლის როცა მომცა პირველი გაკვეთილი. მე ეს დღე ახსოვს დღემდე და ამას უყვები ჩემ ვარს, ჩემ მეგობრებს, ჩემ სტუდენტებს, როგორ ამან პრინციპში გადაწყვეტა ჩემი გზა. და ეგრევე შემაყვარა მუსიკა სწორი კუთხიდან, ასე ვთქვათ.